სულ რამდენიმე წამის წინ პატრიარქმა შიო მესამემ დაასრულა მიმართვა ხალხისადმი. სწორედ პატრიარქი შიო მესამე რამდენიმე წუთის წინ იმყოფებოდა სამების საკათედრო ტაძრის ცენტრალურ შესასვლელთან და მან შეკრებილ ხალხს სიტყვით მიმართა. ისაუბრა თანამედროვე გამოწვევებთან დაკავშირებით, ბუნებრივია ის შეეხო დღევანდელი დღის მნიშვნელობას და ისაუბრა პატრიარქმა შიო მესამემ აბორტის პრობლემაზე. მათ შორის ახსენა კანონმდებლობა და თქვა, რომ მაგალითად ოჯახის სიწმინდის დღე უნდა განმტკიცდეს ქვეყანაში და კანონმდებლობა, რომელსაც მოუწოდებს ზოგიერთი, როგორც ციტირებ, მეუფე შიოს განცხადებას, რომ არ მიიღო ეს კანონმდებლობა, პირიქით ის თვლის, რომ ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით ნებისმიერი კანონი მისაღებია, თუ კი ეს დღე განმტკიცდება. ნახოთ რა უთხრა პატრიარქმა შიომ ხალხს რამდენიმე წამის წინ. 17 მაისი ადამიანი ხედავს როგორ ეპყრობა მამა დედას, დედა მამას, როგორი ურთიერთობაა მშობლებს შორის და ნელ-ნელა სწავლობს აი ამ თავგანწირულ სიყვარულს. რა თქმა უნდა, ჭაბუკობის ასაკში ვერ მოვთხოვთ ჩვენ ამას ადამიანს, ამ თვისებას, მაგრამ დროთა განმავლობაში ის გადის ამ სკოლას მოთმინების, თამდაბლობის, დათმობის, სულგრძელების, კეთილშობილების, სიმამაცის, აი ესეთ ბედნიერ ოჯახში და იძენს ამ მთავარ თვისებას. მაგრამ თუ ოჯახში ტრიალებს ძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის აბორტი მაგალითად, მაშინ რა თქმა უნდა ასეთ საფუძველზე ვერანაირ ბედნიერებას ვერ ააშენებს ოჯახი და განწირულია ასეთი ოჯახი. იმიტომ რომ როგორც ვიცით ბიბლიიდან ჩვენ მოკლულთა სისხლი ღაღადებს ღვთისადმი შურისძიებისთვის და პირიქით სადაც 2 თუ 3 წელიწადში ერთხელ იბადება ბავშვი, ეს ღვთისგან მოვლენილი ანგელოზი, იქ არის ბედნიერება. იმიტომ რომ ვიზრუნოთ, ვიშრობოთ, ვიღვაწოთ ოჯახის გადარჩენისთვის, ოჯახური ღირებულებების დაცვისთვის, რომ ვიქონიოთ ისეთი კანონმდებლობა, რომელიც დაიცავს ოჯახს, ჩვენს ხალხს მავნე გენდერული თეორიებისგან, იდეოლოგიისგან და დღევანდელ დღესთან დაკავშირებით ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავთ. ემიგრაციის პრობლემა არ ღვევს ოჯახის სიწმინდეს. რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ და ეკლესიამ, რომ ეს პრობლემა მოგვარდეს? მეუფეო, არ გვეთქვით. კი ბატონო, მეუფე იაკობი, ბოდბელი ეპისკოპოსი, ტოვებს სამების საკათედრო ტაძარს. ჩვენ მას კითხვები დაუსვით დღევანდელ დღესთან დაკავშირებით, ასევე იმ პრობლემაზე, რომელიც პრინციპში არ ღვევს ოჯახის სიწმინდის გაერთიანების პრინციპს და შესაბამისად არსებობს კითხვები, რა უნდა გააკეთოს ეკლესიამ, სახელმწიფომ იმისთვის, რომ ეს პრობლემა მოგვარდეს. ასევე მოგიყვებით, რომ პატრიარქმა შიო მესამემ იქადაგა სამების საკათედრო ტაძარში, მან მიმართა შეკრებილ მრევლს, შეკრებილ სტუმრებს. უნდა ითქვას, რომ დღეს სხვადასხვა ქვეყნის ეკლესიის წარმომადგენლები, დელეგაციის წევრები იმყოფებიან თბილისში და ასევე ქადაგებისას პატრიარქი შიო შეეხო ემიგრანტებს, ემიგრაციის პრობლემას. მან ლოცვაში მოიხსენია საზღვარგარეთ წასული ქართველები და ასევე მადლობა გადაუხადა სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ დელეგაციის წევრებს იმისთვის, რომ ისინი ზრუნავენ საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებზე. თუმცა დღეს პატრიარქს არ უსაუბრია, როგორ უნდა გადაწყდეს ეს პრობლემა, ემიგრაციის პრობლემა, რაც არ უღებს ოჯახის სიწმინდის პრინციპს, რატომაც მოქალაქეებმა დატოვეს საკუთარი ოჯახები და წავიდნენ საზღვარგარეთ სამუშაოდ. დღეს თანამედროვე გამოწვევებით სავსე სამყაროში მართლმადიდებელ ეკლესიას უმნიშვნელოვანესი მისია ეკისრება. ის როგორც ზნეობრივი ფასეულობების ორიენტირი და საფუძველი
ერის გამაერთიანებელი, ხალხში ქრისტიანული ღირებულებების განმამტკიცებელია. ამიტომ აუცილებელია ეკლესიას და სახელმწიფოც ერთად ზრუნავდეთ მომავალი თაობის ღირსეულად აღზრდისთვის, ოჯახური სიწმინდისა და სიყვარულის დაცვისთვის. ოჯახზე საუბრისას აუცილებლად უნდა გავიხსენოთ საქართველოს ფარგლებს გარეთ ცხოვრები ჩვენი სულიერი შვილები და მადლობა გადაგიხადოთ თქვენ ძვირფასო სტუმრებო, ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წარმომადგენლებო, ჩვენს თანამემამულეებზე ზრუნვისთვის, უცხოეთში მყოფი ქართველებისთვის, თქვენი ტაძრების კედლებში აღმოჩენილი სულიერი ნუგეშისა და იმ დიდი ტკივილის შემსუბუქებისთვის, რასაც სამშობლოდან შორს ყოფნა ჰქვია. დღეს სამების საკათედრო ტაძარში დღევანდელ დღესთან დაკავშირებით მსახურებას დაესწრო ქართული ოცნების ლიდერები. აქ იმყოფებოდა ირაკლი კობახიძე, მიხეილ ყაველაშვილი და ასევე შალვა პაპუაშვილი. მათ სიტყვით ისარგებლეს დღეს ამბიონიდან შეკრებილ ხალხს, მათ შორის ქართული ოცნების ლიდერებმა მიმართეს. წელს აღნიშნავთ 1700 წელს საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდა. 17 საუკუნის წინ ქრისტიანობა იქცა ჩვენი ქვეყნის თვითყოფადობის და იდენტობის ერთ-ერთ უმთავრეს საყრდენად, რომელმაც განსაზღვრა ჩვენი უნიკალური კულტურა და ჩვენი ფასეულობები. სწორედ ამ კულტურისა და ფასეულობების საფუძველზე 17 მაისი გამოცხადდა ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ. უფლის მფარველობით და პატრიარქის სულიერი წინამძღოლობით ჩვენ მტკიცედ დავიცავთ ქრისტიანობას, მართლმადიდებლობას და ყველა იმ ფასეულობას, რომელიც ქართველი ერის არსსა და შინაარსს ქმნის. ოჯახი უპირველესად ზნეობრივი სკოლაა, რომელიც ჩვენს უნიკალურ კულტურას, სახელმწიფოებრივ ცნობიერებასა და ეროვნულ იდენტობას ინახავს. საქართველოს წარსული მოწმობს, რომ ქვეყნის გადარჩენის ბედი არა მხოლოდ ბრძოლის ველზე, არამედ ხშირად ქართულ ოჯახში წყდებოდა. დღეს ჩვენს ღრმად გვწამს, რომ მორალურად მტკიცე ოჯახი ძლიერი სახელმწიფოს საწინდარია. ამ უმნიშვნელოვანესი ფასეულობის დაცვასა და შენარჩუნებაში უდიდესია ჩვენი დედა ეკლესიის როლი. დღეს, როდესაც მსოფლიო მრავალი გამოწვევის წინაშე დგას, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დავიცვათ ის ფასეულობები, რომლებმაც აქამდე მოგვიყვანა. სახელმწიფო ძლიერია მაშინ, როდესაც საზოგადოება საკუთარ ფესვებს უფრთხილდება, როდესაც ოჯახი რჩება საზოგადოების მთავარ საყრდენად, როდესაც ტრადიცია და თანამედროვეობა ერთმანეთს კი არ ებრძვის, არამედ ავსებს. ქართული ოჯახი ყოველთვის იყო არა მხოლოდ სოციალური ერთეული, არამედ ეროვნული გადარჩენის ინსტიტუტი. დღევანდელი ღონისძიება დასასრულს მიუახლოვდა. უამრავი ადამიანი შეიკრიბა დღევანდელი დღის აღსანიშნად. უნდა გავიხსენოთ, რომ დღეს დილის 10 საათზე დაიწყო შეკრება ხალხმა ქაშვეთის ეკლესიასთან და ქაშვეთის ეკლესიიდან უკვე მსვლელობით ფეხით გადმოინაცვლეს სამების საკათედრო ტაძრამდე. დღეს გარდა დედაქალაქისა ასევე 10 ქალაქში გაიმართა მსგავსი შინაარსის ღონისძიება. 17 მაისი აღინიშნება ამ დღეს ოჯახის სიწმინდის დღე და დღევანდელ დღესთან დაკავშირებით მათ შორის სამების საკათედრო ტაძარში აღევლინა წირვა ლოცვა.